შეკრულობა, ფაღარათი, წვა კუჭის არეში, ტკივილი ჭამის შემდეგ, შფოთვა და პანიკური შეტევა კუჭნაწლავის პრობლემების დროს. ეს სიმპტომები იმდენად გავრცელებულია, რომ ბევრმა მათთან ერთად თანაცხოვრება ნორმად აქცია. დღევანდელ გადაცემაში სწორედ კუჭნაწლავის ყველაზე გავრცელებულ პრობლემებზე ვისაუბრებთ. ჩვენ ხშირად გვგონია, რომ გულძმარვა მხოლოდ არასწორი კვების ბრალია, რომ შეკრულობა არის დროებითი, რომ კუჭის ტკივილი შეიძლება მხოლოდ ნევროზისგან იყოს გამოწვეული, მაგრამ რეალურად ამ სიმპტომების უკან შესაძლოა კუჭის ანთება, რეფლუქსი, წყლული, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და სრულიად სხვა პრობლემები იმალებოდეს. რატომ იწყება ერთი შეხედვით უბრალო გულძმარვა, რომელიც დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს? როდის არის შეკრულობა უკვე საგანგაშო? რას ნიშნავს ხშირი ფაღარათი? და რა სიგნალებს გვაძლევს კუჭი მაშინ, როცა წვასა და ტკივილს ვგრძნობთ? დღეს ჩვენ სტუდიაში განსაკუთრებული სტუმარია. ადამიანი, რომლის ხმა და სიმღერები წლებია ჩვენს ემოციებს უკავშირდება. ბოლო პერიოდში მან ჯანმრთელობის საკმაოდ რთული ეტაპი გაიარა, რომელიც სწორედ კუჭნაწლავს უკავშირდებოდა. და დღეს უკვე გამოჯანმრთელებული, საკუთარ გამოცდილებაზეც ისაუბრებს. მოგვიყვება, რამდენად მნიშვნელოვანი არის დროული დიაგნოსტიკა, ექიმთან მისვლა და საკუთარი ჯანმრთელობის გაფრთხილება. ყველასათვის ძალიან საყვარელი, ქართველი მომღერალი მერაბ სეფაშვილი იქნება დღეს ჩვენი სტუმარი. და ასევე ჩვენი სტუმარი იქნება ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს პაციენტების ჯანმრთელობაზე. ასოცირებული პროფესორი, კლინიკა პირველის ექიმი გასტროენტეროლოგი, ექიმი გიგა სორდია, რომელიც დეტალურად აგვიხსნის, რატომ უნდა მივაქციოთ დროულად ყურადღება კუჭნაწლავის ყველაზე გავრცელებულ ჩივილებსაც კი. და აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემის გენერალური სპონსორია PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი და ჩვენი გადაცემის წარმდგენია კლინიკა პირველი. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება, PSP-შია. მედიკამენტების, საკვები დანამატების, თავის მოვლის, პირის ღრუს და ბავშვთა პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. მერაბ, გიგა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ დღეს ჩემი სტუმრები. თან ძალიან საინტერესო ისტორიები, დიდი პატივია ჩემთვის და გადაცემა მედგიდისთვის თქვენი სტუმრობა. მერაბი, რა ვიცი, საქართველოსთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ალბათ ყველაზე საყვარელი მომღერალი და გიგა სორდია, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გასტროენტეროლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი და ჩემთვის ძალიან საამაყოა კლინიკა პირველის ექიმი, გასტროენტეროლოგი. მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმრები. თქვენ დიდი მადლობა. და მერაბ, თქვენ ორს გაქვთ ერთად ძალიან ისეთი საინტერესო ისტორია, მაშინ, როდესაც მუცლის მწვავე შეტევით, შეიძლება ითქვას, თქვენ მიგიყვანეს კლინიკაში, სადაც დაგხვდათ გიგა და ფაქტიურად შეიძლება ითქვას გადაგარჩინათ. მოდი მოგვიყევი ეს ისტორია. კი, ნუ ახლა დიაგნოზს გიგა უფრო ჩამოყალიბებს. სწორად, მაგრამ ხო, ნუ რა თქმა უნდა, ჩემი პროფესია გიგასთან ასოცირდება, იმიტომ რომ გიგას პროფესიასთან, ეს გაუთავებელი ბანკეტები და ეს გაუთავებელი ესე ჩვენ რო ვიცით, მამაპაპური ქართული ჭამასმა, რა თქმა უნდა, შემდეგ რაღაცა პრობლემებს იწვევს, თუ ახლა სერიოზულად დავილაპარაკებთ, რა თქმა უნდა. და ჩემ შემთხვევაში ასე მოხდა, როგორც უფრო რთულად, მეგონა რომ ცუდად იყო უფრო ბევრად საქმე, ვიდრე შეიძლება და ყოფილიყო, იმიტომ რომ სისხლდენით მივედი რა საავადმყოფოში ბატონ გიგასთან და მე არ ვიცი ხა იქ
რა თქმა უნდა გამოძვერი, მაგრამ სანამ რამდენად ძიმე იყო თქვენი მდგომარეობა? ძიმე იყო, იმიტომ რომ სისხლის ნუ სერიოზული სისხლდენა მქონდა, ისე არ იყო, რომ თქვათ ეს რაღაცა წამოგივიდა და მერე დაკვირვება ვაწარმოოთ. სულ მოდიოდა, გაუთმეთ კი რაღაცა გასკდა რა, არ ვიცი ოღონდ რა და მე მეგონა უფრო სწორად კუჭი გამისკდა რა. სტუმრები მყავდა ბათუმიდან და აი ეს რაღაცა სადილის დროს უცბად დამემართა ესეთი რაღაც და მოხდი გიგასთან ბატონ ლევანთან საუნივერსიტეტო კლინიკაში ლევანს დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველაფერს, იმიტომ რომ კოვიდის დროს ლევანმა გადამარჩინა. ლევან რატიანს ჩემ ძალიან საამაყო და საყვარელ მეგობარს, რომელსაც არაერთი ადამიანი სიცოცხლე აქვს გადარჩენილი. ხო და ბატონი გივა დახვდა იქ და ესე იგი იმ დღესვე ფაქტურად შემიჩერდა მე სისხლდენა, მაგრამ მე იყო ვიწექი რამოდენიმე დღე სამონტყოფოში, რაღაცა ნუ ადგილობრივი მკურნალობა, მაგრამ მე ეს პროცესი გაგრძელდა უკვე გაგრძელდა სახში, მაგრამ რა არის, დიაგნოზი იყო აქ თავი, იმიტომ რომ გიგა თქვა, რომ რამოდენიმე ვერსია რა შეიძლება იყოს, რაღაცა ცუდი, კიდე იმაზე უფრო ცუდი, ან რაღაცა ისეთი, რომლითაც აი თუ იყო სიმსივნეზე? ცხადია პირველ რიგში, როდესაც მამაკაცია საუბარი და თქვა 50 წლის შემდგომ არის სისხლდენა, პირველ რიგში ექიმის ვალდებულება, რომ კოლექტორული სიმსივნე გამოირიცხოს. თუმცა არსებობს კიდევ სხვა დაავადებები. ნამდვილად სამი ვერსია განვიხილეთ და ყველაზე მარტივი შემთხვევა რაც იყო საბედნიეროდ ეს დადასტურდა და კიდე რაღაცა ერქვა, ხო, აი ვერასდროს ვერ რჩება, სულ რომ უნდა იმკურნალო. წყლოვანი კოლიტი, ეს ქრონიკული ავტოიმუნური და მერაბის შემთხვევაში რა იყო დიაგნოზი? ეს იყო მწვავე, ეროზიული ნაწლავის ანთება, საბედნიეროდ მწვავე და არა ქრონიკული, რომლის დროსაც ეს ლორწოვანი გაღიზიანდა ზედაპირულად მდებარე სიძაღლებიდან მოხდა მასიური სიზრდება. ჩავერიეთ ამოდენიმე დღე იქურნალობდით, შემდგომ ბინაზე გავაგზავნეთ, გავაკეთეთ საკონტროლო კვლევა. საკონტროლო კვლევის შედეგად დაახლოებით 1 თვის შემდეგ მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი აბსოლუტურად ჯანსაღი იყო, ჯანმრთელი იყო. გავაგზავნე ჩემი საქმე. ეს როგორ გრძნობ თავს? კარგად, მადლობა გმის. რა ვიცი, ნორმალურად, აბსოლუტურად დალაგებული ვერ ვიქნები ხე, იმიტომ რომ პატარა აღარ ვარ, ხო, იმიტომ რომ 50 წელს იქეთო და 60 იქეთ უფრო სხვანაირად ხდება კიდე. 50 იქეთ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა აბსოლუტურად ერთი-ორჯერ შემეშინდა გიგასთან დავრეკე. თუ გახსოვს. ნუ გეშინეო მითხრა და აი ესე რა. მე მახსოვს ერთ-ერთ სუფრაზე გიგამ თამადობის კი არა და მე მგონი პირიქით ხო როგორ იყო მოყევი? არა, თამადობა იყო, გიგა იყო, ბატონი გიგა თამადა კლინიკა პირველის ბანკეტზე ხო და მე არ ვსვავდი. ხო და გიგა მეუნებოდა რომ კაცო თქვენ ამიგზავნეთ მე-14 თქვენ ამიგზავნეთ დალევა და არა მე გაძლევ უფლებასო და მე გადავხედე იქ ჩვენი მეგობარიში და გვერდში და რა იცი რა გიგა გუშინაც პახმელიაზე რო გიგა ძალიან ბევრი კუჭ-ნაწლავის პრობლემა ხვდებით ბოლო პერიოდში. Ну აი, დაუსრულებლად გვესმის გულძმარვა, შებერილობა, მონელების პრობლემები, რა ვიცი, რომელი ერთი შეიძლება გამოფაღარათი, შეკრულობა. მოდი დავიწყოთ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემით. რა არის გულძმარვა და რამდენად გავრცელებული პრობლემა არის? გულძმარვა არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გასტროენტეროლოგიური დაავადების, გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადების ერთ-ერთი მთავარი კლინიკური სიმპტომი. მარტივად რო ვთქვათ, ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც კუჭის მჟავე შიგთავსი ამოისწყორცნება საყლაპავში და გამოიწვევს საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანებას, რასაც მოსდევს კლინიკური სიმპტომი. არის წვა მკერდის ძვლის უკან. ეს დაავადება ყოველ მესამე ადამიანს აქვს მსოფლიოში, უბრალოდ ზოგს უფრო გამოხატული აქვს, ზოგს უფრო ნაკლებად აქვს გამოხატული და საყლაპ რატო არის მნიშვნელოვანი და რატო ესე მარტივად ვნიდება? იმიტომ რომ საყლაპავის ლორწოვანს არ აქვს დაცვა კუჭის მჟავე შიგთავსი. ანუ ის რაც ის მჟავე შიგთავსი რაც გვაქვს, რაც კუჭის გაღიზიანებას არ იწვევს, ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად იწვევს საყლაპავის გაღიზიანებას. ამიტომ ეს უკვე პერისტალტიკა როცა მოხდება, ის გამოიწვევს კლინიკურ სიმპტომებს. და ეს არის ამ დაავადების, გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადების
მთავარი კლინიკური სიმპტომი, რომელიც ძალიან გავრცელებულია მათ შორის ქართულ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ჩვენ კვების სტილი განსხვავებული გვაქვს და არის ფაქტორები, რაც ასე ვთქვათ, ზრდის ამ რისკს. ჩვენი საჭმელი განსაკუთრებით, ჩვენ კერძები ისეთი ამ წარე, ცხარე, მჟავე და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი ახლა ჩემ თავზეც ვიცი და თუ არ მიირთმევ ამას სხვანაირად ხარ. მე რა, როდესაც კვებას აკონტროლებ და სწორედ იკვებები, მაგ დროს არ გაქვს კუჭნაწლავის პრობლემები. არა, რა თქმა უნდა, ხო. სწორად კვებას რას ვეძახით ახლა არ უნდა მიირთვა მჟავე, ვთქვათ იმ პერიოდში, როდესაც ვთქვათ გამწვავებული გაქვს, არც ხარე, თავისთავად ცხადია. ზედმეტი ისა, რა ქვია, ცხიმი და ასე შემდეგ, ხო? რაც მე ვიცი და რაც ხა ბუნებრივია, უკეთ გძნობ ბევრად თავს, რა თქმა უნდა. გიგა, შებერილობა, რომელიც ძალიან გავრცელებული პრობლემა არის, მუცლის შებერილობა. რას ურჩევ ჩვენ მაყურებელს, რომელსაც აწუხებთ ეს პრობლემა? სოფო, ჩემთან მოსული პაციენტების ალბათ ყველაზე დიდი წილი აღნიშნავს შებერილობით ამ პრობლემით მოდის. და რატომღაც წარმოდგენა არის საზოგადოებაში, რომ შებერილობა არის რაღაც მარტივი პრობლემა, რომელსაც რაღაც ან ერთი მედიკამენტია, ან რაღაცა მეორეა და ექიმისთვის ეს ძალიან მარტივი სამკურნალოა და თვლიან, ასე ვთქვათ, დაბალი სიმწვავის და მასშტაბის პრობლემა. მიუხედავად მაღალი გავრცელებისა. აღმოჩნდა, რომ შებერილობა იმაზე უფრო რთული პრობლემაა, ვიდრე რეალურად ჩანს სამკურნალოდ და სადიაგნოსტიკოდ. რატომ? შებერილობა არ არის დაავადება, ეს არის მდგომარეობა, რომელსაც იწვევს ძალიან ბევრი დაავადება. და თუ ჩვენ არ გავიგეთ, რამ გამოიწვია შებერილობა, მკურნალობა წარმატებული ვერ იქნება. შებერილობა სიტყვაზე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული რაღაცები ის ხშირად ვსაუბრობ ხოლმე ამაზე, რომ შებერილობა შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა, პარაზიტმა, ნაწლავის ანთებამ და ცელიაკიამ. ეს გლუტენთან პრობლემები როცა არის, ხო? ბუნებრივია აქ არ არსებობს ერთი მედიკამენტი, რომელიც თან სტრესს მოხსნის, თან ნაწლავის ანთებას ჩააქროს და იგივე მედიკამენტი პარაზიტებს უმკურნალებს და იგივე მედიკამენტი, თქვათ, ცელიაკიის მართვაში დაგვეხმარება. ანუ ამ შემთხვევაში პრობლემა არა იმდენად მკურნალობა არის, არამედ დიაგნოსტება, იმიტომ რომ ამდენ კვლევას ფიზიკურად ხო ესეთი შეიძლება იყოს რამოდენიმე ათეული ფიზიკურად ვერ გაქვს. თან მეორე მომენტია, შებერილობა ნებისმიერ შემთხვევაში სუბიექტური ინფორმაციაა, ხო? ანუ ვინ როგორ გზნობს ეს ხო არა გაზომვადია, თქვათ, მე რამდენი მაქვს ლეიკოციტის სისხლში, შეგვიძლია და თქვენ რამდენი გაქვთ ჰემოგლობინი გავსაზღვროთ, ხო? ეს შებერილობა ესე არ იზომება. ამიტომ არის, როდესაც ადამიანები ამას უფრო ჭარბად აღიქვამენ, ჰიპერსენსიტიური ადამიანები და არის ადამიანები, რომლებიც ამას კარგად არ აღიქვამენ. ამიტომ ერთი შეხედვით ძალიან მარტივი პროცესი შებერილობა არის ძალიან რთული კლინიცისტებისთვის სამართავად, რატომ? ბევრად უფრო მარტივია პაციენტს გუნდეს კუჭის წყური, იმიტომ რომ ენდოსკოპიურად დიაგნოზი დაისმევა, ანუ ზომბით ეგრეთ წოდებულით და არსებობს სქემა, რომელსაც ყველას ერთნაირად ვკურნალობთ, მაგრამ შებერილობა ჩვენ სამს რომ გქონდეს, ჩვენ სამს შეიძლება განსხვავებული მიზეზი გქონდეს და მედიკამენტის ბუნებრივია განსხვავებული ხდება. თან რაც ყველაზე მთავარია, სოფო რომ ერთი მიზეზი შეიძლება არ იყოს, შეიძლება ერთდროულად იყოს რამოდენიმე, ამიტომ ერთს რომ მიაგნებ და რომ გაჩერდეს, შეიძლება კიდე იმის გარდა ორია და ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ისეთი იმედგაცრუება ჭყალებში პაციენტების არის თითქოს და ძალიან მარტივი პრობლემის შებერილობის სამართავად. ამიტომ ყველაზე მეტად აი ამ საკითხზე ვცდილობთ, რომ თან ძალიან ბევრი კვლევა არ დავნიშნოთ და ამით ხარჯები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი ეს ხარე გავითვალისწინოთ, მეორე არ გამოგვჩნდეს სერიოზული დაავადებები, რომელიც თავდაპირველად ვლინდება შებერილობით. ესეც შეიძლება იყოს მაგალითად სიმსივნეებიც კი. ახლა ესე არ მიიღოს, რომ ჩვენო მაყურებელმა რომ ხო, რომ ყველა შებერილობა ამას ნიშნავს. არა. ამიტომ სწორი მენეჯმენტირება კარგად დაგეგმა ამ ყველაფრის არის და ეს მოლოდინები პაციენტების, აი რაღაცნაირად მინდა რომ ინფორმირებული იყო, რომ ეს არ არის ისეთი, რომელიც ერთი შეხედვით ყველა ექიმი მიხვდება და აი ამაში როცა ექიმი და პაციენტის მოლოდინები ერთმანეთთან არის თანხვედრაში, უფრო კარგი რეზულტატია როგორც ექიმისთვის, ისე პაციენტისთვის. მე რა, იქამდე სანამ დაგეწყებოდა ეს ძლიერი შეუპოვარი სისხლდენა და აღმოჩნდებოდი საავადმყოფოში. გქონდა რაიმე კუჭნაწლავის პრობლემები და ჩივილები? არა, რო გითხრა, ასეთი არაფერი ისეთი, უბრალოდ თუ
ჩავთვლით იმას, რომ კუჭის ტკივილი გამორიცხავს, საერთოდ არ მტკივებია კუჭი არასდროს. აი რაღაცა შებერილობა, თქვათ, აი რაღაცა ესეთი მონელებასთან დაკავშირებული, ცოტა ფაღარათი უკაცრავად ხანდახან, აი რაღაცა ესეთი რა. ისეთ სერიოზული არაფერი. უცბად რა ხდა? დაიწყო სიზღდენა. ხო, დაიწყო სიზღდენა. მე რომ ახსენა ფაღარათი. ძალიან ხშირად გვსმენია, რომ ადამიანებს აქვთ ესეთი ქრონიკული ფაღარათი. რა შეიძლება გქონდეს რასთან საქმე და როგორ უნდა მოვერიოთ, როგორ უნდა ვუმკურნალოთ ქრონიკულ ფაღარათს? კარგი შეკითხვა. საკმაოდ მწვავე პრობლემაა შებერილობის არ იყოს, ვინაიდან ქრონიკული ფაღარათის გამოწვევი მიზეზები არის ძალიან ბევრი. მოდი ჯერ განმარტებაში რომ უფრო მეტი სიცხადე შევიტანოთ, იმიტომ რომ ყველა თუ ის რომ ერთხელ თუ გავიდა და რაღაცა ოდნავ ფაფისებრი ეს ფაღარათი, ეს არ არის ფაღარათი, ფაღარათი არის კუჭის მოქმედების სიხშირე, დღეში 3 და მეტი თხევადი ან ფაფისებრი მასა. 3-ზე მეტი უნდა იყოს რა. დღეში ერთხელ რო გადის, ეს არ არის სამედიცინო თვალსაზრისით ფაღარათი. არსებობს ორი, მწვავე და ქრონიკული. მწვავე არის, რომელიც გრძელდება ერთთვენდე პერიოდში, ძირითადად 2 კვირა, გახანგრძლივებული არის 2 კვირიდან 4 კვირამდე, ქრონიკული არის, როდესაც გრძელდება 1 თვეზე მეტი. ქრონიკული ფაღარათი მიზეზები, რო დაითვალეს მეცნიერებმა, მარტო 700 მედიკამენტი იწვევდა. და ამის გარდა რამოდენიმე ათეული მიზეზი და დაავადება და მდგომარეობა და სინდრომი იყო, რაც იწვევდა ქრონიკულ ფაღარათს. აღმოჩნდა რომ ძალიან საინტერესო სტატისტიკა უხეშად დათვლილია რომ დაახლოებით 450 მილიონ ადამიანს აწუხებს ქრონიკული ფაღარათი და აქედან 350 მილიონის მიზეზი იცით რა არის ტვინ კუჭნაწლავის ურთიერთქმედების დარღვევა. გიგა ძალიან საინტერესო თემა შეეხედა. ძალიან ბევრისგან მსმენია რომ ნევროზი კავშირშია კუჭნაწლავის პრობლემებთან. რა შუაშია ნევროზი და კუჭნაწლავის პრობლემები. როდესაც ვიცით რომ კავშირშია, მაგრამ აი რა კავშირშია მოგვიყვება. ძალიან კარგი შეკითხვა, აქტუალურია. ეხლა საქართველოში ამაზე უკვე ბევრი იგივე სატელევიზიო ფორმატები, სოციალურ მედიაში ხშირად საუბრობთ უკვე იქნებოზე, იმიტომ რომ ეს არის ახალი. შედარებით ახალი მიმართულება, ამას უძახიან ნეიროგასტროენტეროლოგიურ დაავადებებს. ანუ ეგრეთ წოდებული ტვინ კუჭნაწლავის ურთიერთქმედების დარღვევა, ხო? აი, მე თქვენ რო გესაუბრებით, ახლა ვაკეთებ ხელის მოძრაობას, ან ჩემი სამხედრო აპარატი, ხო? ანუ ამ პროცესის, აი, ამ ხელის მოძრაობის გადაწყვეტილების მიღები არ არის ხელი. ამის მიღები არის ტვინი. აი, როდესაც ტვინსა და საჭმის მომნებელი სისტემის სხვადასხვა ორგანოებს შორის კომუნიკაცია ირღვევა, არასტაბილური ხდება. ეს შეიძლება გამოვლინდეს როგორც გასტროენტეროლოგიური სინდრომი და მდგომარეობა. ამას რაც მოგწონს ის უნდა მიირთო. ხო. სალაგდება ყველაფერი. აი ამ ჯგუფზე ორიოდე სიტყვით კიდევ დავამატებ რომ დაახლოებით ამაზე საუბარი დაიწყო 2000 წლებიდან. და მაშინ სულ რამოდენიმე დაავადებაზე იყო საუბარი. ეხლა ბოლო რედაქციით, რაც 2016 წელს გამოვიდა და ეხლა წელს უნდა გამოვიდეს, უკვე რამოდენიმე ათეული დაავადება და სინდრომია რა. რაც ამ დაავადების ჯგუფში მოდის და მისთვის დამახასიათებელია აი როგორი სიმპტომებია ჩვენ რომ კლასიკურად ჩვენ გონებაში რომ კლასიკური გასტროენტეროლოგია გონია. არა ფუნქციური. ეს არის შეიძლება იყოს ბოლკინი, გულის რევის შეგრძნება, ლუკმის გაჩხერი შეგრძნება, ფაღარათი, შეკრულობა და აუცილებელი დეფეკაციის შეგრძნება, მუცლის ყურყური, სისავსე და ასე შემხაბზობა, ხო? ესენი შეიძლება იყოს ნეიროგასტროენტეროლოგიური დაავადების გამოვლენა. ძალიან გავს ისინი ჩვეულებრივ სტრუქტურულ პათოლოგიებს, მაგრამ ანუ დაზიანება, როცა ჭრილობა არის მარტივად რო ვთქვათ, მაგრამ მკურნალობას სტანდარტოს არ ექვემდებარება. ანუ ცოტა განსხვავებული მკურნალობა ჭირდება. აი, უფრო მარტივად რო აქვს, აი წარმოვიდგინეთ 2 თითი. ამ თითზე ერთზე დავირთხი ნაჯახი და ჭრილობა მაქვს და თითს ვერ ვხრი, ხო? რაღაც მოძრაობას ვერ ვაკეთებ, იმიტომ ჭრილობა. აი წარმოვიდგინეთ მეორე თითი, რომელსაც ჭრილობა არ აქვს, მაგრამ აქ რაღაც ნერვი არ არის განვითარებული, კარგად და ვერ ვხრი. ნუ ამას ვიზუალურად შევხედავ და აქ ჭრილობაა და ძალიან კარგად ჩანს. ამას შევხედავ და არაფერი არ არის, მაგრამ ვერ ვხრი. ანუ ეს თითი თუ ჩვენ ამას არ ვუმკურნალეთ, ჭრილობა შეიჭრება და შეიძლება რაღაც
მოსაწერილი გაგვიხდეს, მაგრამ ამის სწავლები არის, ანტიბიოტიკია, მალამოა, რაღაც გავკერავ. აი ამას ეს არაფერში არ გადაიზრდება სხვაში, მაგრამ ამის სწავლები ცოტა აი ნერვზე რომ მოქმედებს, ისეთი წამალი გვინდა რა. აი ზუსტად აი ამ ორ მორგებად თულია. რეალურად შეიძლება კუჭნაწლავის პრობლემის დროს საჭირო გახდეს კომბინირებულად უმკურნალოს პრობლემას გასტროენტეროლოგმა და ფსიქიატრმა? ნამდვილად ეს აპრობირებული მეთოდია. ეს მიღებულია დასავლეთში, ეხლა ჩვენთან კინენელა იხსნება ეს ფსიქიატრის ცოტა ეს სტიგმატიზაცია იყო და ასე შემდეგ. ეხლა ფიქრობ რომ კარგად მოხსნილია. ხო, ეხლა უკვე საკმაოდ ისეთი არ არის იგეთი დამდგუნელი, იმიტომ რომ ზოგჯერ პაციენტს როცა ვთავაზობ ხოლმე ამას, რომ ძალიან ესე მორიდებულად და ვცდილობთ რომ რაღაცა შეურაცხყოფილად არ იგრძნოს და ჩვენ არ ვთვლით იმას, ხო, რომ აი ეს რაღაცა თოკი ჭირდება და რაღაცა ისეთი რაღაცა ზოგიერთი შეიძლება ესეთ შეურაცხყოფილად მიიღოს. ამიტომ ძალიან ესე მოზომილად ვცდილობთ ამის იმიტომ რომ თუ ჩვენი კოლეგები არ დაგვეხმარა, შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა გაგვიჭირდეს და აი ესეთი დაავადებები არის ძალიან ბევრი. და ხშირად ესენი კავშირშია ძილის დარღვევასთან. დღეს ეხლა თბილისში თუ საქართველოში თუ რამეს პანდემია არა კოვიდის, ერთ-ერთი არის ძილის დარღვევების პანდემია. კი. ადამიანებს ნორმალურად მიაჩნიათ პირველ 2 საათზე ძილი და თუ ზოგიერთ კიდევ უფრო გვიან იძინებს. და თან მე არგუმენტად მოყავს რომ იცი რა გიგაიქიმო მე 7 საათი 8 საათი მეძინა. მაგრამ ეს როდის რამდენ ხანს გძინავს არ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი. როდის გძინავს? ჩვენ რა ავეწყოთ ამ რეჟიმს. გიგა ძალიან საინტერესო თემას შეეხედა. მინდა ერთი კითხვა დაგისვა. იწევს თუ არა კუჭნაწლავის პრობლემები შფოთვას და პანიკურ შეტევებს? საინტერესოა, იმიტომ რომ როგორც წესი პაციენტები იწყებენ ხოლმე ესე, რომ იცი რა არის, მე კუჭის პრობლემა მაქვს და ამიტომ ნერვოზი დამემართა ამ კუჭის პრობლემა. სულ ესეთი მაგალითი მოყავს ხოლმე ჩემ პაციენტთან. ნუ მე ხელი მიკანკალებს, ვერ ვაჩერებ 1 წელია. ეს რისი პრობლემაა ხელის თუ ცენტრალურ. ხო, ის ავტომატურად ყველა ჩვენი პაციენტი ყვება, რომ ეს არის ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან ასოცირებული. მე ვსვამ ხოლმე შეკითხვას, რომ ამან გამოიწვია ცენტრალური პრობლემა თუ ცენტრალურ ნერვულმა სისტემამ გამოიწვია ხელის ტრემორი, ხო? და მე გასაგები ხდება, მაგრამ თავად ესე მარტივადაც არა. ნებისმიერი პრობლემა ამ დროს, რომელიც მე სუბიექტურად ექსტრა პრობლემა გამოვლინდება, შეიძლება იყოს მატრაგირებელი, ანუ ესეთი ინიციატორი უკვე ამისი და ეგეთი ჯაჭვი მონაწილეობს მე რა. ეს ერთმანეთს ორივე აძლიერებს და ესეთი წრიული კავშირი არის. ამიტომ საწყისი ბუნებრივად არის ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან ასოცირებული პრობლემა, მაგრამ ტრიგერი ნებისმიერი ტიპის პრობლემაა. შეიძლება მუხლის პრობლემა იყოს ან რაღაც ხშირი შარდვა იყოს ან რაღაცა სხვა პრობლემა იყოს, ისიც კი შეიძლება ტრიგერად მოგვევლოს. ამიტომ საკმაოდ ისეთი საფუძვლიანი არის ფაქტორი, რომ რასაც განიხილავენ ხოლმე ჩვენი პაციენტები, ძვირფასი პაციენტები, იმასთან დაკავშირებით, რომ ხშირად მატრიგირებელი არის გასტროენტეროლოგიური პრობლემა. შეიძლება იყოს გასტროენტეროლოგიური პრობლემა და ეს იწვევდეს შფოთვას და პანიკურ შეტევას და პირიქით. პირიქით. როგორც წესი პირიქით, თუმცა ერთმანეთს ორივე აძლიერებს შემდგომში. ეხლა ერთი ანეკდოტი გამახსენე, მე თუ არ მოგეწონება დავხვიჩი. არა მოჭრით არაფერს არავითარ შემთხვევაში. ტიპი რომ მივიდა, იცი ექიმი მიდის რა ქუჩაში და მიშველეო რა ძალიან ცუდად რა გჭირსო და გასტროენტეროლოგია რა და ესე ბოდიში და კუჭი მაქვს აშლილი სულ და ვერ ვიკავებო რა და ნუ თავს მოვიკლავ და აწყნარდეო კაცი დააწყნარდეო და ხო მაგრამ მე არა ვარო თქვენ შეგეშალოთ გასტრონეონეროს პუნალოს მაგრამ არ არის პრობლემა წამოს დაგალევინებო და გავიდა ეხა ერთი კვირა და შეხვდა ქუჩაში ეს კაცი და გადაეხვია კოცრის როგორ მიშველეთო გასა რა მოხდა რა აღარ რა გაქვაშე კი როგორ ამახ აღარ ნერვი ძალიან კარგია აქტუალური აღარ ნერვი მოსაერთო გადასალებია მე რა როგორ ვლითავს რომ აი ის ძალიან ძიმე დღეები რაც გამოიარა აღარ გამეორდა შენ ცხოვრებაში რამდენად უწყობ ყვებით ხელს რამდენად უწყობ საკვები დანამატების მიღებით დიდოსტატმა მიმგურნალა რომ ჯერჯერობით დითი უწყობ ხელს არაფერი არ არის რასაც უწყობდები ვერაფრით ეს არ ვიცი რამდენი დარჩა ხო მინდა ისე გავატარო როგორც მე მინდა რა ვიცი ყველაფერს მივირთმევ ახლა ჯერჯერობით და
რა თქმა უნდა არ მინდა შეზღუდვით არის ზღუდა არაფერს ბატონმა გიგამ ბზანა რომ დალეო მე გაძლევ უფლებასო და ამიტომ ეს ერთხელა კლინიკალის კორპორატულ საღამოზე სულ მეგონა გიგა ძალიან ხშირად გამიგია და ძალიან ბევრი პაციენტს აწუხებს ყვების შემდგომ მოუნელებლობის შეგრძნება და სიმძიმე მუცელში რა არის აი რასთან გვაქვს საქმე ხო, მაგას სამედიცინო ენაზე ქვია დისპეპსია, მაგრამ მოდი მარტივად ახსნათ უფრო ჩვენი მაყურებლისთვის. ეს არის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ზედა კუჭნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადებებით. ესეც შეიძლება იყოს გასტრიტი, გასტრიტი ეს მარტივია ხო, კუჭის გაიზიანება და ანთება. შეიძლება იყოს წყლული, შეიძლება იყოს იგივენაირად 12 კუჭნაწლავის პრობლემა, ასე ვთქვათ. შეიძლება იყოს მოტორიკის დარღვევა, ანუ როდესაც კუჭის კუმშვადობის ფუნქცია არის დარღვეული, შეიძლება იყოს ეს ფუნქციური დისპეპსია და ასე შემდეგ. ეს ძალიან გახშირებული პრობლემა არის და წარმატებული მკურნალობა მხოლოდ შესაძლებელია რამდენად სწორად იქნება იდენტიფიცირებული მისი მოქმედი აქტორი და შესაბამისად სწორად ჩატარებული მკურნალობა. ძალიან ხშირია ამით მომართვიანობა, ასევე მოდი ესე ვთქვათ top 3-ში გავიყვანდი ამ პრობლემას და ხშირად ძალიან მარტივად ემორჩილება და არ არის ხოლმე ძიმე პრობლემა თუ არ ჩავთვლით წყლულოვან დაავადებას, რომელიც საყურადღებოა და ვინაიდან მას აქვს სერიოზული გართულებები და ხშირად კლასიკურად ეხლა დღეს ხელოვნური ინტელექტს ყველა იყენებს ხშირად ეს კლასიკური სიმპტომები რაც ჩვენ ვისწავლეთ უნივერსიტეტში სოფო მე და ჩვენ ერთი თაობა ვართ ერთად სწავლობდით და ის კლინიკური სიმპტომები რაც მისთვის არის დამახასიათებელი აღწერილი ყოველთვის ეგრე არ მიმდინარეობს რა მედიცინა ხო 2x2 4 არ არის მედიცინაში ერთად 2x2 არის ან 67 ან 34 ან 7 და ზოგჯერ კი ბატონო ემთხევა ზოგჯერ არის 4 ხო გიგას შემთხვევაში 4-ია მერაბის შემთხვევაში 27 და სოფოს შემთხვევაში კიდე 14 ამიტომ ინდივიდუალური მართვა და მიდგომა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სულ ჩვენ მაგაზე მაქვს ხოლმე საუბარი მათ შორის ჩემს სტუდენტებთან რომ ჩვენ რაღაცა ერთ დაავადებას არ ვკურნალობთ ჩვენ ვკურნალობთ კომპლექსურად დაავადებულს ანუ პიროვნებას ვკურნალობთ ერთ კონკრეტულ ინდივიდს ამიტომ აქცენტი ყველა შემთხვევაში უნდა იყოს ერთ ადამიანზე და არა რაღაცა ICD კოდზე ან რამდენად ერთ შეკითხვა მეც სულ მაქვს რა ეს რამდენად ხო არის მნიშვნელოვანი ხო არის რა როგორ იკვებება ადამიანს სწორედ ეს გკითხე და მითხარი რომ არა მე ნუ არა მეთქი ვიძახი მაგრამ არა ჯანსაღად იკვება არა ჯანსაღი იკვება გავიგებ ზოგს ესეთი მოწონს ზოგს ისეთი ნუ გასაგებია ხა გამოვრიცხა აქვე რომ ცხარე ბჟავე და ამბავი და გასაგებია აუზაური არ არის იქ საჭირო მაგრამ მაინც რა აი პური ესეთი რაღაც საკვები რა უნდა შეიზღუდოს ხო მე რა რასაც უსმენ ახლა აი ინტერნეტ სივრცეში აი სულ ამაზეა საუბარი რა არსებობს ორი ტიპის საკითხი ამასთან დაკავშირებით ერთი არის ჯანსაღი კვების რეკომენდაციები რომელიც დაავადების მიუხედავად სულ შეგვიძლია გავაკეთოთ რომ დაავადებული ვიყოთ ან არ ვიყოთ სულ შეგვიძლია მთელი ცხოვრება და ამ რეკომენდაციები არის ცალკე. ანუ სწორი რაღაცები და ამაში შედის, ექიმი იძლევა ამ რეკომენდაციას. არის თვითონ დაავადებაზე, ანუ ერთ დაავადებასთან ასოცირებული კვებითი რეკომენდაციები, ხო? აი მაგალითად ნაცლავის ხაბზობას მაგალითად, ხო? ანუ შეკროლობას უნდა ჭამო რაღაცა უნდა მიიღო. უნდა ჭამო რაღაცა პირიქით ბევრი, ხო? და აი თქვა კუჭის წყული თუ გაქვს, არ უნდა ჭამო მჟავეს საკვებით ხიმიანი ცხარე თქვა, იმიტომ რომ სეკრეცია გაიდან გულძმავრა თუ გაქვს, ხო? ბევრი კოფეინს თუ დავლებთ, ყავას მივიცეთ, გულძმავრას შეიძლება სტიმულაცია გამოიწვიოს, ამიტომ შეგიძლია თქვა რომ ყავის ხშირად მიღებამ შეიძლება გულძმარვა გამოიწვიოს? თუ ჩვენ გვაქვს საყლაპავის დიაფრაგმული თიაქარი, ეს არის ანატომიური მდგომარეობა, როდესაც კუჭის ნაწილი არის ზევით ასული გუნკერტის ღრუში, ეს მდგომარეობა რეფლუქსისკენ, ანუ წერანაცაყულის ამ დაავადებისკენ მიდრეკილები აღალი აქვს და თუ იქ სპინტერიც არ იკეტება, შესაძლებელია ყავის ჭარბმა მოხმარებამ ხელი შეუწყოს გულძმარვის სიმპტომის ჩამოყალიბებას. ამიტომ
ისე ვიმეორებ, ინდივიდუალურია ეს ყველაფერი, ნოზოლოგიის, კონსტიტუციის ადამიანის და ასაკის, სქესის და ყველა ფაქტორის თანხმდები დაავადების მათ შორის გათვალისწინება. კი რა არის სიმპტომები, რაც უნდა იყოს სიგნალი, რომ აუცილებლად უნდა მიმართოთ დაუყოვნებლივ გასტროენტეროლოგს. ხო, ეს ძალიან საინტერესო საკითხია, იმიტომ რომ გასტროენტეროლოგია შინაგანი ორგანოებია და საკმაოდ რთულია მისი, ასე ვთქვათ, დიაგნოსტირება, იმიტომ რომ ვთქვათ, ჩვენ რომ ნაწლავის ზუსტ პრობლემაზე წეგან საუბრობთ, ხო, ერთადერთი კვლევა, რომელიც მაგას ზუსტად აფასებს, ლორწოვანის მდგომარეობას, რაც წეგან განვიხილეთ ბატონ მერაბთან დაკავშირებით, არის კოლონოსკოპია, ხო? ეს კოლონოსკოპია არც ისეთი პროცედურაა, რომ ყველა მოსულ პაციენტს ესე დაუნიშნო და არც ყველა ვერც გაიკეთებს, ხო? მაგრამ არის რაღაცები, რა დროსაც ჩვენ ეს არ უნდა გამოგვჩეს, რა. მაგალითად, სისხლიანი დეფეკაცია, სისხლიდან ლორწოთი. უმიზეზო წონაში კლება. სიყვითლე. ძლიერი მუცლის ტკივილი. რომელიც შეიძლება იყოს წრიული და რომელიც ესეთი იმდენად ძლიერია, რომ პაციენტი არის მოხრილი. როდესაც არის დეფეკაციის დარღვევა, ანუ კუჭის მოქმედების დარღვევა და პაციენტი ვერ გამოყოფს გაზებსაც კი. ანუ უბრალოდ 2-3 დღე გავიდა ეს საშიში არ არის, მაგრამ როცა ადამიანი გაზებსაც ვერ გამოყოფს, აქ უკვე პრობლემაა. აქ უკვე გაუვალობაზე უნდა გქონდეს ეჭვი და როდესაც არის აუხსნელი გენეზის ანემია, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს საჭესმონურმეულ ტრაქტს. როცა ეს სიმპტომები გვაქვს, ან კლაპის გაძრელება, ხო, ეს უნდა დავამატოთ, იმიტომ რომ კლაპის მნიშვნელოვანი გაძრელება წონის კლებასთან ერთად. სტრესის დროსაც შეიძლება იყოს გლობუსის ფენომენი და ამ დროს პაციენტი წონაში არ იკლავს, მაგრამ არის როდესაც ეს პროგრესირებადი გახტომა როცა არის და კლაპის გაძრელება, ამ დროს აკლაპავის მართლობა. ეს 4-5 სიმპტომი, რომელიც გვაქვს, ეს მოითხოვს დაუყოვნებლივ ვიზიტს გასტროენტეროლოგთან, რათა მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება. ეს არის ეგრეთ წოდებული წითელი ალმების სიმპტომები, რომელიც არ უნდა გამოგვჩეს არავის და თუ ვინმეს აქვს, აუცილებელია იქიდან ვიზიტი. და გიგა, სანამ ბოლოსკენ წავალთ, სულ გვესმის გასტრიტი. ნუ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, მერაბ ალბათ დამეთანხმებით, ძალიან აქტიურად გვესმის. რა არის გასტრიტი? როგორ მოხდეს ამის დიაგნოსტირება და როგორ ვიმკურნალოთ? კი ბატონო, ისე ბატონ მერაბის წინა იმას გამოვეხმაურები. ნუ ეს ქართველობა ისეთი მარტივი არ არის. ხო, ნუ რას იზა. ესე რო იყოს ნახევარი ჩინეთი იქნებოდა ქართველი, მაგრამ ვერ არის. გემბრიელი როა, მაგრამ რა ვქნათ. შესაბამისად, გასტრიტი არის კუჭის ლორწოვანის გარსის ანთება, გაღიზიანება მარტივად, რომელსაც რამოდენიმე აქტორი მოქმედებს. არსებობს მწვავე გასტრიტები, არსებობს ქრონიკული გასტრიტები. ნუ გასტრიტები არის მაგალითად შეიძლება იყოს ავტოიმუნური გასტრიტი, როდესაც კუჭს საკუთარი უჯრედები უტევენ იმუნიტეტი და ვერ აღიქვას, რომ ჩვენი და ვერ ცნობს და როგორც უცხოს უტევს. ეს ქრონიკული გასტრიტი. მეორე არის ჰელიკობაქტერ პილორი, მაგალითად ძალიან გავრცელებული ბაქტერია, ეხლა დღეს პოპულარულია ამაზე და საქართველოს მიეკუთვნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გავრცელების ზონას. ინფექცია არის ჩვეულებრივი, რომელიც გადადის ხოლმე ეს ჩვეულებრივი საყოველთაო პირობებით და მესამე ტიპის ეს არის ქიმიური ტოქსიური, ამაში შედის ალკოჰოლიც, მედიკამენტებიც, აი სხვადასხვა ეგრეთ წოდებული ანთების საწინააღმდეგო ტკივილ გამაყუჩებლებს რო უგდახიან, მათი ჭარბი მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება და წყულის კი. თუმცა არსებობს კიდე სხვა ტიპის გასტრიტები, ამიტომ ძალიან გავრცელებულია. იდეაში თუ თავის დროზე ამას მივხედავთ, არ არის ეს არანაირი საშიში. როგორ ვიცავთ თავს? რაღაცა ხო არსებობს, არა? პირველ რიგში სწორი კვება ალბათ პირველი. ვებძოლოთ ისევ და ისევ რამაც გამოიწვია, თუ ჰელიკობაქტერია გვაქვს ვებძოლოთ, თუ ალკოჰოლი სწორი კვება თუ კვების ფაქტორები არის აგრესიული, უნდა ვებძოლოთ, უნდა გადავდგათ საწინააღმდეგო. ანუ აქაც გამომწვევზე არის ორიენტირება. ხო, გასაგებია, მაგრამ ადამიანი ხარ, რობოტივით ხო ვერ იცხოვრებ, არა? ხან ესეა, ხან ესეა.
ჩვენ მაყურებელს, რომლებიც აი გადიან ამ რაღაცა არიან აქვთ ეს პრობლემა, რაც გქონდა შენ, რას ურჩევ მაყურებელს, რომლებსაც როგორ უნდა იცხოვრონ? როგორი მე უსურვებ ყველას პირველ რიგში ჯანმრთელობას პირველ რიგში და რა თქმა უნდა ვიზიტი ექიმთან. ეხლა უსმედი ბევრ რამეს, იმიტომ რომ ჩვენ გონია რომ გასტრიტია და შეიძლება არ იყოს გასტრიტი. გამიგე შენ გონია რომ ეს არაფერი არა, შეიძლება სერიოზული მიზეზი აქვს რაღაცას. რა თქმა უნდა ვიზიტი იმ ადამიანთან, ვინც იცის და ვისაც შეუძლია ეს პრობლემა მოგიხსნას რა და მე შეიძლება მე გააგრძელოს ცხოვრება როგორც მოგწონს. ეხლა ისევე გავმეორდები რომ რობოტებით ვერ იცხოვრებ რა თქმა უნდა ადამიანი თუ ეხა მართლა არ დაგიშავდა რაღაც ისე სერიოზულად და ამიტომ სანამ დაგვიშავდება ჯობია რომ მივხედოთ რა თავს ჩემი აზრი ესეთი. ასევე გიგა გკითხავთ თქვენ რას ურჩევთ ჩვენ მაყურებელს რომლებსაც აქვთ კუჭნაწლავის პრობლემები იმიტომ რომ ეს პრობლემა დღეს ძალიან ბევრს აქვს. კი ნამდვილად სხვა შეს კოლეგებით დადასტურდა რომ ბევრ ქვეყანაში, რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდა და ამ კვლევით აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის 42% აღნიშნავს საჭმელმოქმედი ტრაქტის ჩივილებს. სხვადასხვა სართულის. საერთოდ ეს საჭმელმოქმედი სისტემა გეოგრაფიულადაც დიდია საკმაოდ და ბევრ ორგანოს შეიცავს. ახლა თქვა გულსიძახვა და რო ავიღოთ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რამდენიმე ორგანოზეა ხო საუბარი. ან თქვა სასუნთქის სისტემა აქ მარტო ნაწლავი არის მსხვილი 6 და დაუმატეთ წვრილი ნაწლავი 3 და გეოგრაფიულად და მრავალფეროვნებაც მეტია. შეიძლება ერთი სიმპტომი იყოს და ამის მიზეზი იყოს ბევრი დაავადება. შესაბამისად თავარი გამოწვევა მათ შორის ჩვენთვის ექიმებისთვის არის სწორი დიაგნოსტირება. და სწორი დიაგნოსტირება რომ მოხდეს ამისთვის აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. ძილი ნერვული სისტემა, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვების რეკომენდაციები, ზომიერი ჩეკაპები, არა ჰიპერ, არამედ ზომიერი ჩეკაპები, გენეტიკური ასპექტების და სხვა რისკ ფაქტორების გათვალისწინებით. აი ამ საკითხების უმაცით ჩვენ შევძლებთ ვიცხოვროთ ისე, რომ დავიცვათ კვარტელობა და თან ისე რომ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა არ შეგვექცეს. ამიტომ სიმპტომები როცა არის, ნუ შევეცდებით მოვიყუროთ. მივმართოთ სპეციალისტს და თუ არ არის ეს ისეთი პრობლემა, რომელიც პოტენციურ მაღალ რისკებთან არის, ექიმის რეკომენდაციით და მეთვალყურეობით გავაგრძელებთ ცხოვრებას სრულფასოვნად. გიგა, იქამდე სანამ დაგემშვიდობებით, ერთი კითხვა გამოვრჩა. და არ შემიძლია არ გკითხოთ, იმიტომ რომ მე სანამ გადაცემის ჩაწერას ვიწყებ ხოლმე, ყოველთვის რა თემაზეც მაქვს გადაცემა, ყოველთვის ვიძიებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს. და სწორედ ამიტომ არის მე მგონი ჩვენი გადაცემა ყოველთვის გამორჩეულად საინტერესო. ძალიან ბევრი ადამიანი უჩივის შეკრულობას, ქრონიკულ შეკრულობას. აი რა, რასთან გვაქვს საქმე და როგორ უმკურნალოთ? ხო, აქაც დავიწყოთ დაახლოებით 10-15%-ის პარგლებშია. არ არის ცოტა. სტასული მოსახლეობის არის ცოტა. მოდი პირველ რიგში განმარტებით, იმიტომ რომ ყველა ფიქრობს, რომ თქვა თუ ერთი დღე ჩააგდო და არ იყო დეფეკაცია, ეს არის ყაბზობა. ეს არ არის ყაბზობა. ყაბზობა არის დეფეკაციის სიხშირე კვირაში 2. ანუ 3-ზე ნაკლები. 2, 1 ან უფრო მეტი. მას აქვს ბევრი ასპექტი. რამოდენიმე ფაქტორი არის იდიოპათიური ყაბზობა, რომელიც მექანიზმების შესახებ არ ვიცის და ეს მოტორული ფუნქცია ამ ნაწლავის ეს არის დარღვეული. მეორე ფაქტორი, რაც შეიძლება განვიხილოთ აგრესიულ ფაქტორად, ეს არის ცხოვრება და კვება. ანუ თუ ჩვენ ვიღებთ ცოტა წყალს, თუ ჩვენ ვიღებთ ცოტა მცენარეულ ბოჭკოს, ანუ ეს არის პროდუქტები, რომლებიც პერისტალტიკის გაძლიერებას იწვევენ. და თუ ჩვენ ვიღებთ ამ პროდუქტებს ცოტას, შევზღუდავთ გარკვეული ვადით და ისეთ მივიღებთ, რომელიც რეალურად პერისტალტიკა რომ მოხდეს, რაღაც მოცულობა არის აუცილებელი და როცა ეს მოცულობა არ არის, პერისტალტიკაც რთული არის, ხო? იმიტომ ეს ლორწოვანი უნდა გაღიზიანდეს და გადაადგილება მოხდეს. შესაბამისად, თუ ჩვენ ეს წყალი და ბოჭკოებს მივიღებთ ცოტას, ამანაც შეიძლება გამოიწვიოს. ეს ყველაზე მარტივი ფორმა, რომელსაც
ბევრი ინტერვენციების გარეშე შეგვიძლია მოვალ გავზდით წყალს 2-2.5-3 ლიტრი წონის მიხედვით და გავზდით სცენარიულ ბოჭკოების ყოველდღიურ მოხმარებას რეგულარულად. ეს ბევრი დაავადების რისკებს ალაგებს. არის კიდე ასეთი მოსაზრება, რომ ანატომიურად გრძელი ნაწლავი არის ესეთი ფენომენი, რომ დახვეული და გრძელი ნაწლავი, ესე ჩვენ ფოტოებში გვინახავთ ხოლმე ესეთი არ არის ხოლმე, როგორც ადამიანს შეიძლება ქონდეს პირობითად გრძელი ცხვირი, ისე შეიძლება ქონდეს ადამიანს გრძელი ნაწლავი. და შესაბამისად ამ შემთხვევაში ანატომიური მდგომარეობა დახვეული იყოს ეს რვიანისებრი ნაწლავი იყოს და პერისტალტიკა ბუნებრივი ამ დროს გაძნელებულია. შესაბამისად ეხა ჩვენ თუ ადამიანს აქვს პირობითად დიდი ცხვირი, რაც უნდა წამალი მივცეთ, ის არ დაპატარავდება, ხო? მან უნდა მოვჭრათ, ხო? ხო, ნუ რომ არ მოვჭრათ, არც არაფერი დაიმართება, ხო? ეს რაღაც ესთეტიკური ნაწილი. დაახლოებით ასე უნდა ნუ ეხა პირდაპირ ესე არ გადავიტანოთ, მაგრამ არის მდგომარეობა, როცა ანატომიური ნაწლავია და ჩვენ დამატებითი ინტერვენცია მოგვიწევს, ანუ მე თუ ვიღებ, ვისაც არ მაქვს გრძელი ნაწლავი და ვისაც აქვს X ადამიანს, იმას უფრო მეტი ეს ყველაფერი რაც აუცილებელია, მეტი ჭირდება, ხო? ამიტომ ეგ არის. და შეიძლება იყოს ასევე ყაბზობა, იყოს გამოვლინება, რაღაცა შეკრულობა იყოს გამოვლინება სხვადასხვა დაავადებების, საყურადღებო დაავადებების, მათ შორის ასაკთან ერთად და კაცისთვის, მამაკაცისთვის ნაწლავი და პროსტატა არის ისეთივე სენსიტიური ორგანოები, როგორც ქალისთვის არის საძიროჯიკვარი და საშურუსო, ამიტომ ნაწლავის სიმპტომატიკა ყურადღებით გარეშე არ უნდა დაგვრჩეს. და კიდევ ერთი კითხვა და გაგიშვებთ, ნახე ვერ ველებით გიგას, მერაბ დამეთანხმები ალბათ. და ალბათ ეს კითხვა ყველაზე მეტად მერაბს დააინტერესებს. დალევის მეორე დღეს ხშირად ადამიანები აღნიშნავენ საშინელ დისკომფორტ კუჭში. რა შვებით ამ დროს? ალბათ გაინტერესებდა და 100 გრამი. ნუ მერაბის რეკომენდაცია 100 გრამი. ეხლა ექიმის რეკომენდაცია მოვისმინე. 100 გრამი თუ იგივე რაც წინადღეს. იგივე რაც ხო. წინადღეს რაც გააკეთა ხო. მოკლედ, ეხლა ჭარბი ალკოჰოლი გააჩნია ალკოჰოლსაც და გააჩნია კუჭსა და ორგანიზმსაც, იწვევს ტოქსიურ ეფექტს, ჩვეულებრივი ტოქსიურ ეფექტს. შესაბამისად, ამას როგორც წესი ამ ალკოჰოლს მოყვება ხოლმე თავისი სამზარეულო კომპონენტიც და ის ერთობლივაში ჭარბად ალკოჰოლი ეს არის სტრესი ხო ამ შემთხვევაში კუჭისთვის არის სტრესი და ამიტომ იქ ნაღულის წვენის გამოყოფა სხვანაირი ეს ნაღულის წვენი შეიძლება კუჭში ამოვიდეს მე ესეთი გულისრევის შეგრძნება ქონდეს ძმარვად შეიძლება უფროსები თუ ამო რამდენად სწორია არ ვიცი რომ კარგი იქნება და სწორი იყოს ჩვენი უფროსი თაობა ხო უფროსი თაობა რომ ამისთვის ბორჯომს იხებდა ტუტე არის და ტუტე ანეიტრალებს თუ გაზგასული იქნება წარმოქმნი ჭარბ სიმჟავეს განეიტრალებს ჩაიტანს სითხე ბევრი ნამდვილად ვიცი ხო სითხე იმიტომ რომ ნუ ამ დროს ის არის რა და შესაბამისად სითხე უნდა მივიღო და თუ გვაქვს გასტროენტეროლოგის ნომერი როგორც ბატონ მეროს კი ბატონო და იქამდე სანამ დაგემშვიდობებით მე მაყურებელს არ შემიძლია არ მოვყვე პირადად ჩემი პრობლემის შესახებ რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ მქონდა გიგა მიცის ამ ჩემი პრობლემის შესახებ აი ასე უცებ იმის მიუხედავად რომ საკმაოდ სწორედ ვიყვებები დამეწყო კუჭის ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, კუჭის წვა, არ ვიცი, აი ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებები, თითქოს აი გულძმარვა და დიდხანს მქონდა აი ეს სიმძიმის შეგრძნება როგორ თქვა აი თითქოს რაღაცა აი ლოდიმედო მუცელზე ძალიან ეს იყო რაღაცა წარმოუდგენლად დიდი დისკომფორტი და მე როგორც ყოველთვის მე არასოდეს არაფერს არ ურჩევ მაყურებელს თუ პირადად არ მაქვს გამოცდილი და მე არ შემიძლია ამ მედიკამენტის შესახებ პანტოპრა არ გიამბოთ რომლის კურნალობის შემდგომ დაახლოებით დამჭირდა დაახლოებით, ну ერთ კვირაში უკვე ვიგრძენი ესეთი საკმაოდ სერიოზული შედეგი გიგა მოგვიყვება რისი საბალია პანტოპრაზოლის ჯგუფის მოქმედი ნივთიერება არის პანტოპრაზოლი, ეს არის ომეპრაზოლის მეგობარია? ომეპრაზოლის, ხო, უფრო გაუმჯობესებული ომეპრაზოლი ცოტა ისეთია
მოდი როგორ ვთქვათ, ძველი გამოშვების თაობა და ეს არის უფრო ახალი გამოშვების თაობა, რომელიც გამოიყენება ზედაკუჭნაწავის ტრაქტის დისპეპსიური მოვლენების. მე სულად მომიხსნა ეს შეგრძნები. ეს დისკომფორტი. კი. და ძალიან ბედნიერი ვიყავი, ამიტომ არ შემეძლო გადასარევად. ძალიან კარგად და არ შემეძლო მაყურებლისთვის არ გამენდო, იმიტომ რომ მე ყოველთვის ჩემ მაყურებელს ვუყვები, რამ შემიქმნა პრობლემა, რამ მიშველა და ეს არის ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც ამ მედიკამენტმა სრულად ამილაგა ეს პრობლემები. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენი სტუმრები, ძალიან დიდი მადლობა უამრავი საინტერესო რჩევისთვის და ინფორმაციისთვის. მე რა გისურვებ ჯანმრთელობას საუკეთესო ექიმის ხელში. მადლობა, ბატონ გიგას მადლობა, იმიტომ რომ უამრავ ადამიანს ეხმარება ახლა ჩემი ეს ინდივიდუალური ამბავი მოუყევი უბრალოდ. სულ რამდენი ადამიანია ახლა რომელსაც პრობლემა აქვს და მათ შორის ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მეგობრები და გიგა ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ასეთი საუკეთესო და მე რა ძალიან დიდი მადლობა შენ საინტერესო გადაცემისთვის შენ მადლობა. ახლა კი დავემშვიდობოთ მაყურებელს, გემშვიდობებით შემდეგ ხუთშაბათამდე და ძალიან საინტერესო თემით დაგიბრუნდებით და ძალიან საინტერესო სტუმრებით როგორც ყოველთვის. ნახვამდის და დიდი მადლობა ყურადღებისთვის.